გამარჯობა. დღეს მოვამზადებთ მაწვნის სუპს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაწვნის სუპის არსებობის შესახებ შარშან გავიგე. პირველად თვითონ მოვამზადე და სხვათა შორის ძალიან მომეწონა. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოვამზადე, ამიტომ გაგიზიარებთ ჩემეულ ვერსიას. მაწვნის სუპისთვის მე ვიყენებ ხავსს, რომელსაც ვჭრი წვრილ გრძელ ნაჭრებად, ასევე ვიყენებ ახალ პიტნას და კამას. პიტნას და კამას დავჭრით წვრილად და მომზადებულ ინგრედიენტებს დროებით გადავდებთ. მე მაწვნის მასას ყოველთვის ცალკე ჯამში ვამზადებ. მაწვანს ვამატებ მცირე რაოდენობით არაჟანს, ვამატებ 1 ცალ კვერცხს და მარილს გემოვნებით. მიღებულ მასას ძალიან კარგად გადავურევთ და ვუმატებთ 1 ჭიქა წყალს. წყლის შემდეგ ვუმატებთ 1 სუფრის კოვს ფქვილს და დაჭრილ მწვანილებს. ცხელ ქვაბში ვათავსებთ მცირე რაოდენობით კარაქს ან ზეთს, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი და მისაღებია და ვამატებთ წინასწარ დაჭრილ ხავსს, რომელსაც შუშავთ დაბალ ტემპერატურაზე. როგორც კი ხახვი დარბილდება და მიიღებს ოქროს ფერს, ვამატებთ მაწვნის მომზადებულ მასას. კარგად გადავურევთ და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე. მე ვფიქრობ, რომ მაწვნის სუპს ძალიან უხდება პურის კრუტონები, ამიტომ პურს დავჭრი პატარა ნაჭრებად და მოვათავსებ ღუმელში 200 გრადუსზე, იმისთვის, რომ პური დავასუხარო. ამასობაში მაწვნის ქვაბი არის ცეცხლზე და როგორც კი წამოდუხდება, დაახლოებით 1-2 წუთი ვადუღებთ და მაწვნის სუპიც მზად არის. ვამატებთ პურის კრუტონებს და ძალიან უხდება პარმეზანი. აუცილებლად სცადეთ. მაწვნის სუპის ეს ვერსია არის ძალიან მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი და იმედია მოგეწონებათ. დროებით!